გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურში საქართველოს სკაუტური ბანაკი გალაქტიკა 2015 გაიხსნა. 450 ახალგაზრდა სკაუტისთვის საჭირო უნარჩვევებს ერთი კვირის განმავლობაში შეისწავლის. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით ბოშურში მოეწყო საჭირო ინფრასტრუქტურა. ბანაკში ქართველებთან ერთად არიან რუსი, უკრაინელი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდები. ბანაკის გახსნას გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი, გამგეობის თანამშრომლები და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტი საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციისა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. ერთი კვირის განმავლობაში ახალგაზრდები სკაუტურ ცხოვრებას ეზიარებიან. ბანაკს აქვს თავისი ისტორია, რომელიც ისტორიაც უნდა განავითარონ ბავშვებმა, იმისათვის რომ გახდნენ დედამიწელები და ამისთვის მთელი პროგრამები, რომელიც იქნება დატვირთული როგორც საგანმანათლებლო, ასევე გასართობი, ემსახურება იმას, რომ ეს ისტორია შექმნან. გარკვეული მიზნები აქვთ, გარკვეული ამოცანები აქვთ, რომლის საფუძველზეც მათ ეძლევათ რაღაც გარკვეული სიმბოლოები იმისათვის, რომ დაუბრუნდნენ დედამიწას. ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღეს გორის რაიონში ატენის ხეობაში გაიხსნა სკაუტური ბანაკი, რომელშიც საქართველოს რეგიონების ახალგაზრდები მონაწილეობენ. მე მადლობა მინდა გადაუხადო გორის გამგეობას, სკაუტურ ორგანიზაციას, საქართველოს სკაუტურ მოძრაობას ამ ღონისძიების ჩატარებისათვის და იმედი მაქვს, რომ ძალიან ნაყოფიერი და მხიარული იქნება მონაწილე ახალგაზრდებისათვის. ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რომელთაც გამოუმუშავდებათ ახალი უნარჩვევები, შეეძინენ ახალ მეგობრებს. უნდა აღინიშნოს, რომ ბანაკი არის საერთაშორისო, აქ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ბავშვები არიან და სწორედ მათი ახალი თვისებების განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია. და ვიმედოვნებთ, რომ ეს დასაწყისი იქნება უფრო მეტად ამ მოძრაობის გაფართოებისა ჩვენს მუნიციპალიტეტში.